წყალბადის ბირთვი არის პროტონი და მას გააჩნია ერთი საინტერესო თვისება, საინტერესო მახასიათებელი, სახელად სპინი და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სიმარტივისთვის, ანუ ასე არ ხდება, მაგრამ ძალიან კარგი ანალოგია ვიზუალური განსაკუთრებით გვეხმარება, რომ უბრალოდ ბრუნავს ეს პროტონი და თუ გვაქვს მუხტი, რომ მუხტის მქონე სიდიდე, მუხტი, რომელიც მოძრაობს რამენაირად, მაშინ ის წარმოქმნის მაგნიტურ ველს. ეს რამენაირად არასწორი ნათქვამი იყო პრინციპში, იმიტომ რომ მუდმივი სიჩქარით რომ მოძრაობდეს, მაშინ არ წარმოქმნის მაგნიტურ ველს, რომ გადატანით მოძრაობა რომ იყოს. მაგრამ მაგაში წასვლა არ გვინდა ახლა და თუ წარმოქმნის მაგნიტურ ველს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის მცირე ზომის მაგნიტი. ეს არის და ეს, ამის თქმა მინდოდა. და მოდი ანალოგია გავაკეთოთ კომპასის ისართან, რომელიც ასევე მაგნიტი არის, გააჩნია მას ჩრდილოეთ პოლუსი და სამხრეთ პოლუსი და აქვს მაგნიტური ველი და მაგნიტური ძალწირები გამოდის ჩრდილოეთიდან და შედის სამხრეთში, ხო? ესე სამხრეთ პოლუსში და გააჩნია ასევე მაგნიტური დიპოლური მომენტი, რომელიც არის ვექტორული სიდიდე, რომელსაც აქვს მაგნიტური ველის მიმართულება. და ანალოგიურად შეგვიძლია ვისაუბროთ პროტონზე, როგორც მაგნიტზე, რომელსაც აქვს ჩრდილოეთი და სამხრეთ პოლუსები და მასაც გააჩნია თავისი მაგნიტური მომენტი, რომელიც თანამიმართული არის მისი მაგნიტური ველის, რომელიც გამოდის ჩრდილოეთიდან და შედის სამხრეთში. ახლა მოდი გავაგრძელოთ ანალოგია ამ კომპასის ისრის. ესე იგი, თუ მე ავიღე კომპასის ისარი, ვიცი რომ მისი ბოლო იქნება მიმართული ჩრდილოეთისკენ, ოღონდ თან კარგი იქნება გავიაზროთ, რომ ეს ჩრდილოეთი, ანუ ეს ჩრდილოეთი, რასაც უყურებს, არის გეოგრაფიული ჩრდილოეთი, ხო? რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უყურებთ ამ კომპასის სამხრეთ პოლუსს, ანუ ეს არის კომპასის სამხრეთ პოლუსი. ფრჩხილებში დავწერ, მოდი სამხრეთით. ხო? სამხრეთ პოლუსია, რომელიც მიმართული არის გეოგრაფიული ჩრდილოეთ პოლუსისკენ. ახლა მე თუ ავდექი და მე თუ მომინდა რომ საპირისპირო მიმართულებით იყურებოდეს ეს ისარი, მე მომიწევს რომ ენერგია ჩავდო ამაში, ანუ ენერგიის დახარჯვა მომიწევს იმისთვის, რომ ამ ისარმა საპირისპირო მიმართულებით გაიხედოს და ის ზემოთ თუ დავუკვირდებით, ესე საპირისპირო მიმართულებით იყურება. ეს ისარი და ანუ ხელით მიწევს რომ შეუცვალო მას ორიენტაცია, რაც ნიშნავს რომ ენერგიას ხარჯავ ამისთვის და ენერგეტიკულად სხვადასხვა არის ეს ორი დონე, ანუ მოდი სად გავუსვა ხაზი არის, მაგრამ ეს და ეს ორი შემთხვევა ენერგეტიკულად სხვადასხვა დონეს შეესაბამება, იმიტომ რომ აქ მეტი ენერგია ჩავდე იმისთვის რომ შეცვლილიყო მისი მდგომარეობა. საკმარისი არის თითი გაუშვა, რომ ეგრევე ისევ დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას, ხო? მაღალ ენერგეტიკული მდგომარეობიდან გადავა დაბალ ენერგეტიკულ მდგომარეობაში. ახლა იგივენაირად შეგვიძლია ვისაუბროთ პროტონზე, გარე მაგნიტურ ველს თუ მოვდებთ, ამ შემთხვევაში გვექნება ორი ვარიანტი, ანუ გვექნება შემთხვევა, როცა პროტონები განლაგდება თანხვდენილად მაგნიტური ველის და როცა განლაგდება საპირისპიროდ მაგნიტური ველის. ერთ შემთხვევაში გვაქვს, ესე იგი, ჩრდილოეთი, სამხრეთი ასეთი მიმართულებით ბრუნვა. გულისხმობ იმას, რომ მაგნიტური მომენტი თანხვდება, ანუ ამ პროტონის მაგნიტური მომენტი თანხვდება გარე მაგნიტურ ველის მიმართულებას და მეორე შემთხვევაში საპირისპირო არის მაგნიტური მომენტი, რაც ნიშნავს, რომ სპინი არის საპირისპირო და მაშინ ეს იქნება სამხრეთი და ეს იქნება ჩრდილოეთი, ხო? და ესე იგი, ამ ორ შემთხვევაშიც, ანუ ამ ორ შემთხვევას მდგომარეობას შორისაც არსებობს განსხვავება ენერგიაში. ამას უწოდებთ ალფა სპინურ მდგომარეობას და ამას უწოდებთ ბეტას და ამათ შორის არის რაღაცა განსხვავება, ანუ დელტა E, ანუ ენერგეტიკულად ეს ორი დონე განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა, ისევე როგორც აქ ანალოგია არის სრუგთა. ახლა, მე თუ მაგალითისთვის წარმოვიდგინე, რომ თქვა უცებ დედამიწის მაგნიტური ველი გაძლიერდა, რატომღაც გაცილებით ძლიერი გახდა, მაშინ მე მომიწევს მეტი ენერგია ჩავდო, ანუ აიწევს ასე ვთქვათ, ენერგეტიკული დონე იმის, რომ მე შევცვალო 180 გრადუსით ორიენტაცია ამ მაგნიტის, გამოიწყდა რა ქვია მას, კომპასის ისრის. ანუ თუ უფრო ძლიერ მაგნიტურ ველთან მაქვს საქმე. ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც, და მოდი ცოტა გამოვწევ ამას გვერდზე. ესე იგი, მე თუ უფრო ძლიერი მაგნიტური ველი მოვდე, ესე იგი, რაღაცა უფრო, ანუ გავზარდე ეს B0, ამ შემთხვევაში განსხვავება უფრო დიდი იქნება ალფასა და ბეტა სპინურ მდგომარეობებს შორის. ну ისევ სუბთა ანალოგიის დონეზე ძალიან კარგად მუშაობს ეს კომპასის ისარი, ანუ დელტა E-ც იქნება გაზრდილი. ახლა აღმოჩნდება, რომ თუ მივაწოდეთ სწორი რაოდენობით ენერგია ამ სპინურ მდგომარეობაში მყოფ პროტონს, მაშინ ის შეიცვლის სპინს და აღმოჩნდება ბეტა მდგომარეობაში. ესე რომ მოდი ახლა ეგ ვნახოთ.
ესე იგი, თუ გვაქვს რაღაცა შემთხვევა, გარკვეული B0 მაგნიტური ველია და მაქვს პროტონი ალფა სპინურ მდგომარეობაში და ეს არის ბეტა. თუ მივაწოდე რაღაცას სწორი რაოდენობით ენერგია, რაც სჭირდება, მაშინ ის შეიცვლის მდგომარეობას, ანუ შთანთქავს ამ ენერგიას, გადავა ბეტა სპინურ მდგომარეობაში, აღარ იქნება ალფაში და ამ დროს ამას როცა ეს ხდება, უწოდებთ ამ შემთხვევას ამ მოვლენას უწოდებთ, რომ არის პროტონი არის მაგნიტურ რეზონანსში, ან მაგნიტურ ველთან არის რეზონანსში და შესაბამისად აქედან მოდის ეს ტერმინი ბირთვული მაგნიტური რეზონანსი. და ეს ენერგია შეესაბამება გარკვეულ სიხშირეს, ხო? ზოგადად ვიცით რომ შეესაბამება ენერგია სიხშირეს და აღმოჩნდება, ანუ გულისხმობა იმ რაღაცა დოზით, ან რაღაცა კონკრეტულ ულუფას იმ ენერგიის, რომელიც საჭირო იყო მიგვეწოდებინა, რომ შეცვლილიყო სპინური მდგომარეობა. და აღმოჩნდება, რომ ეს სიხშირე არის რადიო ტალღების უბანში დაახლოებით, მაგნიტური, ელექტრომაგნიტური ველების და შესაბამისად აი ამის მეშვეობით უკეთ შეგვიძლია გვესმოდეს როგორ მუშაობს NMR-ი, ან როგორ მუშაობს ბირთვული მაგნიტური რეზონანსი. და მინდა ასე ვთქვა, რომ მარტო ვისაუბრებ FT NMR-ზე, ანუ ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსზე და იდეა არის შემდეგი, რომ თუ რაღაც ნივთიერება გვაქვს, რომელიც გვაინტერესებს, რომლის სპექტრიც გვინდა ვნახოთ, მაშინ ნიმუშს ვიღებთ ამ ნივთიერების, ვათავსებთ მაგნიტურ ველში, გვაქვს ორივე ტიპის პროტონები, ალფა მდგომარეობაშიც, ალფა სპინურ მდგომარეობაშიც, ბეტაშიც, მაგრამ ალფა სპინურ მდგომარეობაში ოდნავ უფრო ჭარბად არის პროტონები. შემდეგ ვასხივებთ პულსით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სიხშირის მქონე ტალღებს და შედეგად, ანუ მოკლედ შთანთქავს ენერგიას, გარკვეული გააჩნია რა ნაერთი არის, რა ნივთიერება არის. მაგის მიხედვით სხვადასხვა სიხშირესთან ასოცირებულ ენერგიას შთანთქავს და როდესაც შთანთქავს ამ ენერგიას, ცხადია გადადის ალფა მდგომარეობიდან ბეტა მდგომარეობაში და შემდეგ, როცა უწყვეტთ ამ პულსის მიწოდებას და როცა უბრუნდება ისევ ალფა მდგომარეობას, გამოასხივებს შთანთქმულ ენერგიას და ჩვენ შეგვიძლია აღვრიცხოთ რა სიხშირესთან არის ასოცირებული, ანუ რა სიხშირეში ასხივებს და შედეგად ვიღებთ რაღაც სიგნალს. და ეს სიგნალი აი მაგალითად შეიძლება იყოს რაღაცა ესეთი ტიპი, ხო? და ეს გვეუბნება ინფორმაციას იმაზე, რომ ხო, ესე იგი, აი სადღაც აი ამ სიხშირესთან გვაქვს საქმე, შეიძლება რაღაც სხვა სიხშირის პიკიც მივიღოთ და შემდეგ ამ სიხშირების მიხედვით ვადგენთ რა ენერგიებზე არის საუბარი და ეს გვეხმარება სწორედ იმაში, ანუ ბირთვული მაგნიტური რეზონანსის იდეაც სწორედ ეს არის, რომ ეს გვაჩვენებს იმას, თუ როგორ სტრუქტურასთან გვაქვს საქმე, ანუ რაღაც ინფორმაციებს გვაწვდის ამაზე. ყველა ნაერთს თავისი უნიკალური სპექტრი აქვს, ინტენსივობაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, ანუ რამდენად ინტენსიურად ხდება შთანთქმა და შედეგად რამდენად ინტენსიურ სიგნალს ვიღებთ, როცა უკან ასხივებს ისევ იმან რაც შთანთქა და ანუ ეს არის მოკლედ იდეა, რაც დგას NMR-ის უკან.